თემა, რომელიც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ ქართული მედიისთვის, არამედ მთელი ჟურნალისტიკისთვის ყველა ყურადღებით აკვირდება და ადევნებს თვალს იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ბათუმში, არის მნიშვნელოვანი მზიამაღლობელის პატიმრობა, საქმე, რომელიც გაუგონარია, რომელიც ვითარდება ჩვენ თვალწინ და სასამართლო პროცესები მოკლედ კრიტიკას ვერ უძლებს ვერანაირ. სხვა ახლოვდება კულმინაცია არის ბოლოს ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება წინ და ჩვენ გადაცემის დასაწყისშიც ვთქვით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მიემართება ბათუმისაკენ იმისათვის, რომ ხარდაჭერა გამოუცხადოს მზიას ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მედია მენეჯერს, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაატყვევა და უპირებს 7 წლით დატოვოს საპატიმრო დაწესებულებაში. ეთერ თურაძე უნდა შემოგვიერთდეს, ის ერთ-ერთი დამფუძნებელია ბათუმელების, გვერდდება სწორედ ბათუმელების რედაქციიდან. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ხართ ჩვენთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ძალიან მძიმე დღე იწყება ხვალ. პირველ რიგში გვინდა გკითხოთ, აი ახლა სადაც იმყოფებით, თქვენს რედაქციაში რა განწყობაა, როგორ უმკლავდებით იმ სირთულეებსა და გამოწვევებს, რომელიც თან სდევს მზიას პატიმრობას? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, თქვენს მაყურებელს, რასაკვირველია განწყობები, როგორ გითხრათ, ჩვენ ძალიან ბევრი დღეა, უკვე 200 დღეა ამ რეჟიმში ვართ, როდესაც სისტემა ცდილობს გაფრთხილოს და ჩვენ განმეორებით ვცდილობთ ფეხზე წამოვუდგეთ ამ ძალადობას. მაგრამ რა მოსატანია იმასთან შედარებით ჩვენი ფეხზე წამოდგომა ან ჩვენი დამცირება ჩაგვრა, რასაც ეს სისტემა და ეს რეჟიმი აკეთებს, ჩადის ყოველდღიურად იმასთან შედარებით, რაც ჭირს, რაც ხდება მზიამაღლობელის თავს. მას აქვს უკვე 200 დღე ის იმყოფება პატიმრობაში, უკანონო პატიმრობაში და მის წინააღმდეგ მუშაობს მანქანა, ხდება როგორც მისი დემონიზება, ვთქვათ, მისი გაშავება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან რეგულარულად, ასევე მობილიზებული არის მთელი სისტემა იმისათვის, რომ შექმნას რაღაცა სიცრუის გარემო, სრულ სიცრუეზე დააფუძნოს მზიას ბრალი და ის გაუშვას პატიმრობაში. ხო, მეტესკოჩეს როგორი შერჩევით სამართალს ვაწყდებით, ამის ნათელი მაგალითები ბოლო პერიოდში რაღაცნაირად ისე დაემთხვა ერთმანეთის მიყოლებით ვიხილებთ. ჩემთვის მაგალითად ლუკა კურტანიძის საქმეც ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო მაგალითი იყო არათანაბარი მიდგომისა, ხო, მას სასტიკად გაუსწორდა ქალს და 2 წლის ვადით ემუქრება პატიმრობა და მზიას სილის გაწმისთვის უპირებენ 7 წლით ციხეში გამომწყდებას. ნუ, საერთოდ შინაარსით, რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ ამ საქმეებს ერთმანეთთან, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად აბსურდულია მზიას მიმართ წაყენებული ამ ბრალდების სიმძიმე. ეს არის აბსურდული, რასაკვირველია, ეს არის შავით თეთრზე ნაკერი საქმე, ეს ველიგი გამონათქვამია, მაგრამ ამ გამონათქვამის სრული გააზრება თუ გინდა მზიას საქმეს უნდა ჩაუღრმავდე, წაიკითხო, მოусმინო მოწმეს, არაფერ ჩაღრმავება არ ჭირდება პრინციპში, უნდა მოусმინო მოწმეებს, რომელთაც არის დაშინებული ბრალი, ეს მოწმეები არიან ვიდეო კადრებში და სხვათა შორის ის რაც მედიასთვის გააკეთეს, რომ სასამართლოში გადაღება, ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალეს და საერთოდ ხმის ჩაწერაც აკრძალეს, მე მგონია, რომ ასეთი აბსურდული მოწმეების გამოვლენის და მათი ჩვენების აღკვეთის მიზნით იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, როგორც მზიას პროცესში, აი ეს რაღაცა წარმოუდგენელი სიცრუის მანქანა მოვიდა პოლიციელების სახით და იქ შეთხზეს ერთმანეთის თანაც კი არ ქონდათ ნათქვამი შეჯერებული, პროკურატურასთანაც კი არ ქონდათ ნათქვამი შეჯერებული. იქ ვინ რას ყვებოდა ვერ გაიგებდი, ანუ საერთოდ ერთი კაცი აკავებდა, ერთმა ადამიანმა დააკავა მზიამაღლობელი და მეორე იძახდა, რომ მე დავაკავო და ადვოკატი როცა ეკითხებოდა, რომ აი ეს ვინც მზიას აკეთებს, აკავებს, შენ ხარ, რომ ხმას არ იღებდა. ანუ ესეთი ძალიან პრიმიტიული
პროცესია სასამართლოებში, იგივე თბილისშიც ესეთი არაერთი აბსურდული კადრი ვნახეთ, ხო? და ამან გამოიწვია ის, რომ სხვათა შორის აკრძალეს მთლიანად აი ეს მედიის მუშაობა შიდა სივრცეში და ჟურნალისტების მიმართ როგორ იქცევიან იგივე სასამართლო ჰოლშიც კი ვნახეთ, ხო? რამე გამონაკლისს ხომ არ ელოდებით, ხო? მაგალითად ბაჩიაშვილის საქმეზე, როდესაც ვიცით, რომ პირადად ოლიგარქის ინტერესია ამ პროცესის მიმართ გუშინ სამთავრობო მედია გამონაკლისის სახით შეუშვეს, ხო? აი როგორ ფიქრობთ, რაიმე გამონაკლისი მედიის სასარგებლოდაც ხომ არ იქნება ხვალ გამოვლენილი და მიეცემათ ჟურნალისტებს შესვლის გადაღების შესაძლებლობა? თუ აქაც ყველაფერი შერჩევითია ცალსახად? იცით, არ ვიცი, მე მგონია რომ ეგაც რაღაც გადაწყვეტილება ბაჩიაშვილის პროცესის გადაღების დაკავშირებული იყო, ალბათ რაღაც სხვა ქვედინებები შეიძლება ახდეს მაგას, რადგან ჩვენ მაგალითად ყველა პროცესზე მივმართეთ იუსტიციასაც და სასამართლოსაც, რომ მოეცათ გადაღების უფლება, მაგრამ პასუხიც კი არ გაგვცეს. ანუ პასუხი გვაძლევენ თუ არა გადაღების უფლებას, ჩვენ დღეს არ ვიცით. ხვალ გვეტყვია რომ არა, ვერ გადაიღებთ, მაგრამ ჩვენ მივმართეთ რასაკვირველია. ნუ ერთი რამ მინდა ვთქვა რა, დღეს ჩვენ გამოგვიგზავნა ხელნაწერი ზექალა შანიძემ და მან შეაფასა ყველაზე კარგი ტერმინი გამოიყო ზიას პატიმრობასთან დაკავშირებით და ეს მინდა გავაჟღერო თქვენი ეთერითაც. მან თქვა ასეთი რამ, რა უნდა მზიას ციხეში. მართლაც ეს ისეთი აბსურდული საქმეა, იმდენად სამარცხვინო არის ამ საქმის მონაწილეების ჩვენებები, არც კაცობაში ჯდება, არც სამართალში ჯდება, არც რელიგია, არაფერში არ ჯდება, მოკლედ აი ეს პროცესი ახლა რაც მზიას გარშემო ხდება და ამის დღეს ჩვენ ასევე გამოვაქვეყნეთ ზექალა შანიძის ხელნაწერთან ერთად გამოვაქვეყნეთ გებუაძის ჩვენების ერთი ეპიზოდი. იცით რასა უნდა გებუაძე მაშინ რომ მე ჩემთვის მზიამაღლობელი საფრთხე არ არის, ადვოკატმა კითხა რამდენად განიხილავს რომ მზიამაღლობელი არის საფრთხე მისთვის და რამდენად ეშინია მას. და ის ამბობს რომ ის არ არის საფრთხე, მისთვის საფრთხე არ არის მზიამაღლობელი, მაგრამ მზიამაღლობელი შეიძლება საფრთხე იყოს აჭარაში მოქმედი 700 პოლიციელისთვის. აი ასეთ აბსურდში გვიწევს იმის დამტკიცება, რომ მზია არის უდანაშაულო, რომ სასჯელი, რომელთაც მზიას უპირებენ დასჯას, არ არის ადეკვატური და პროპორციული, რომ სილის გაწმის გამო პოლიციელისთვის სილის გაწმის გამო არ შეიძლება ადამიანს 7 წლით სვამდე ციხეში 4 და 7 წლამდე, მით უფრო ისეთ ადამიანს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მხედველობის პრობლემები, თუ შესაძლებელია მოგვიანებით ეთერ აუცილებლად ბოდიში აი ახლაც როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ხო, ჩვენს ლაივზეც ზექალა შანიძის წერილზეც აი ვიღაცები ტოვებენ კომენტარებს რა უნდა ციხეში მზიამაღლობელს გამოგიგზავნათ წერილი ასეთ შინაარსით ზექალა შანიძემ და აი ერთ-ერთი მოქალაქე პასუხობს რა უნდა და კრიმინალია. პროპაგანდა იყინებს ამას ძალიან აქტიურად, რომ ხო, თუნდაც მოქალაქეც ბევრი მინახავს სხვათა შორის, ვინც პირისპირ ამაზე მიკამათია მათთან. რატომღაც ეთერ აი მხოლოდ სილის გაწვნის ეპიზოდს იყენებს პროპაგანდა, რომ თითქოს ამით დაიწყო ყველაფერი. და ამ ყველაფერს წინ რა უძღოდა, ხო? ესეც გავახსენოთ თუ ვინმეს არ ახსოვს. რა პირობებში ყოფებოდა იქ მზია, როცა შიგნით შეიყვანეს ჯერ მხოლოდ სტიკერის კედელზე გაკვრისთვის. აი ეს გავახსენოთ ამ ხალხს, ვინც ახლა წერს, რომ თითქოს მზიამ აი ესე უეცრად გადაწყვიტა, რომ სილა გაეწნა პოლიციელისთვის. საქმე რა შეიცით, ვინც წერს, მე შევხვედროთ ადამიანებს და ვიცნობ ადამიანებს ასევე, რომლებიც ამბობენ, რომ მზია უნდა დაისაჯოს. იცით როგორი სურათი არის, რომ პროპაგანდას აქვს თავისი ძალიან ძლიერი გავლენები, რა თქმა უნდა და ვინც ამაში ფურს ხარჯავს და ძალიან დიდ ფურს ხარჯავს, ჩვენ ხო ვიცით, რომ ამაში უზარმაზარი თანხები ხარჯება. ამას სწორედ იმიტომ ხარჯავენ, რომ მე ჩვეულებრივ გულუბრყული ადამიანები, რომლებიც სრულფასოვნად ვერ ფლობენ ინფორმაციას, შეუქმნან ეს
წარმოდგენა. შეუქმნან ეს წარმოდგენა, რომ deep state არსებობს, შეუქმნან წარმოდგენა, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, შეუქმნან წარმოდგენა, რომ ევროპაში გვაიძულებს, რომ კაცი არ უნდა იყოს და ქალი არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. ანუ აბსურდების დაჯერება არის ინსტრუმენტისა პროპაგანდაში ჩაყრილი ფული, ხო? ადამიანებს გამოურიცხო ტვინები და დააჯერო, რომ ქალი, რომელიც პოლიციელს სილას გააწნის, ის უნდა დააპატიმროს 7 წლით. აი ეს აი ხლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ მეტი, ხო? როგორ კი, მზიამაღლობელი ამბობს, მზიამაღლობელს პროკურორმა უთხრა, რომ ისინი მზად არიან, რომ აღიაროს მზიამაღლობელმა ბრალი. მზიამაღლობელი ამბობს, რომ აღიარებს იმას, რაც გააკეთა, რომ გააწნა სილა პოლიციელს. სხვა ეპიზოდი, სხვა მტკიცებულება, მაგაც მივალთ, სხვა მტკიცებულება ამათ არა აქვთ არაფერი. მოიტანეს 44 წამიანი კადრი, სადაც ჩანს მხოლოდ სილის ეპიზოდი. მანამდე რა ხდებოდა, მას შემდეგ რა ხდებოდა, გამოძიებას ეს არ აინტერესებს. და პროპაგანდაც სწორედ ამაზე დააშენეს, თორე მანამდე ჩადენილი უსამართლობა, მანამდე ჩადენილი არაპოლიციური ქცევა, მანამდე ჩადენილი ძველბიჭობა ამ კონკრეტული პოლიციელის მიერ, მანამდე ჩადენილი ძალადობა და უკანონო დაკავებები, მანამდე ჩადენილი, რა ვიცი, ზღვარს გადასული ბანდიტური ქცევა, არაპოლიციური ქცევა, ეს არაფერი არ არის, შეფურთხება არაფერი არ არის, ქალის გენდერული ნიშნით ჩაგვრა არაფერი არ არის, დაკავებული ქალის, ხელბორკილ დადებული ქალის, ზურგზე ხელბორკილ დადებული ქალის ჩაგვრა არაფერი არ არის კაცის მიერ, ახალგაზრდა კაცის მიერ, რომელიც თავზე ორჯერ მეტი ასაკის ქალს გენდერული ნიშნებით და ამას უამრავი კაცი თვითმხილველი უყურებს და ამას ჩადის სისტემა, ინსტიტუცია და მერე პროპაგანდა რას ლაპარაკობს? ლაპარაკობს იმას, რომ თურმე ეს ქალი ებრძვის სისტემას და თურმე ეს ამ ქალმა სისტემას გაულაწუნა სილა. სისტემა თვითონ ინგრევა, თავის თავს თვითონ ჭამს, იმიტომ რომ არის უსამართლო, ძალადობრივი, უკანონო და შეუძლებელია, რომ ეს სისტემა გადარჩეს. აი უბრალოდ ვინც ახლა მოგწერა და ვინც წერს და ვინც თქვენს შეხვედრიათ მეც რომ მზია კრიმინალიაო გვიმტკიცებენ, აი იმ ადამიანებმა უბრალოდ საკუთარ თავს დაუსვან კითხვა. რა მოხდება თუ მათ დააკავებენ, ხელბორკილებს დაადებენ, შეიყვანენ შენობაში, სადაც შეაფურთხებენ სახეში, აგინებენ, წყალს არ მიაწოდებენ, საპირფარეშოთ ისარგებლობის უფლებას არ მისცემენ, იქნება მუდმივი ტერორის ქვეშ ამ პირობებში. გენდერული ნიშნით დაჩაგრავენ. ხო, აი ამაზე პასუხი რა იქნება? აი რა იქნება, რომ მე თუ გავბრაზდით და მაღლობელმა ვერ გაიმეორა ის სიტყვები. ხო, ვერც იმეორებს, იმდენად მძიმე. მაღლობელმა ვერ გაიმეორა ის სიტყვები სასამართლოში, როგორც მიმართავდა მას გებუაძე. ამას უამრავი თვითმხილველი ყავს. ამას ხედავდნენ ქალი პოლიციელებიც. გესმით ეს რა არის? აი ამ ხო, მე ერთი რამ შემიძლია უთხრა ამ ადამიანებს, ვუსურვებ დგებუაძის სივრცეში მოხვდეს ეს ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ მზია კრიმინალია, დგებუაძის სივრცეში, დახურულ სივრცეში მოხვდეს და იხილოს, ვისთან გვაქვს საქმე, შეურაცხად პოლიციელთან, რომელიც მოტივირებული არის ძალადობა, მას არ შეუძლია ძალადობის გარეშე. მარტო მზიამაღლობელზე არის ძალადა, მან უამრავი ფაქტი არსებობს გაშუქებული, არა მხოლოდ დღეს სხვათა შორის. არა მხოლოდ მზიას кейსის შემდეგ გაშუქებული ამბები. უამრავი 1000-მდე ადამიანი არსებობს ქალაქში, ვინც ამბობს, რომ სასტიკად სცემა დგებუაძემ, ვინც ამბობს, რომ აფურთხა და სხვათა შორის ძალიან გონორზეა ამ დაუსჯელობით და გონია რომ ეს გავა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ახლახანს 2 კვირის წინ მოგვაწოდა მოქალაქემ საცხოვრებელი სახლიდან, თავის საცხოვრებელი სახლიდან დგებუაძის მეგობარი ქალის ბარიდან შემაწუხებელი ხმაური ღამის 3 საათზე და ქალი ამბობდა, რომ შეუძლებელია დაძინება, შეუძლებელია ცხოვრება და ჩვენ ეს ვიდეო გავაშუქეთ. მეორე დღეს იცით რა ქნა დგებუაძემ? მიუვარდა ამ ქალს თავის მეგობარ ქალთან ერთად, ამ მეზობელ ქალს და ემუქრებოდნენ, აგინებდნენ უშველად. მეგობარი ქალი, მე გეუბნე კი, აი ესეთ გონორზე, აი ესეთი დიდგულზეა. რადგან ჩვენ სამართლებრივ ერთ ეპიზოდს ვეთქვი, ძალიან გთხოვთ, მათქმევინეთ. ერთ ეპიზოდს გეტყვით. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ამავე ბარში ჩვენ გადავიღეთ ქართული ოცნების ხელისუფლება ხომს რომ ნარკომან მანიას, ცუდი ტერმინია, მაგრამ მათ ტერმინოლოგიას ვიყენებ, ებრძვის. კი, დგებუაძის მეგობარი ქალის ბარში ჩვენ გადავიღეთ, როგორ გადასცემენ მას რა ქვია, მარიხუანას ამ ესა რა ქვია, ბარის სივრცეში. კი ბატონო, პოლიციელის
ქალაქის პოლიციის უფროსის მეგობარი ქალის ბარში. ეხლა დანარჩენი თქვენ დაარქვით, მითი არის დაკავებული დგებუაძე და რატომ ვერ აკონტროლებს თავის თავს. შეაფასოს საზოგადოებამ. მე კიდე იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ მზი არის კრიმინალი, ვუსურვებ ერთხელ მოხდეს დგებუაძის გარემოცვაში, ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ზურგზე ექნება ხელები გაკრული და დგებუაძე მას აკლემივით შეაფურთხებს. აი ამას ვუსურვებ. ხო და მათი რეაქცია თუ დუმილი იქნება, კი ბატონო, მაშინ ხო ასეთ სამართალში თუ ცხოვრება და ასეთ სახელმწიფოში რომ პოლიციელს ყველაფრის უფლება აქვს, მაშინ შევეგუოთ. ეთერე დგებუაძის გარშემო ვტრიალებთ ისევ ერთი დასაზუსტებელი კითხვა მაქვს, ანუ როდესაც ვლაპარაკობთ რა მტკიცებულებები შეიძლება იჭიროს ხელში ბრალდების მხარეს, ერთი რაც არის, რაზეც არის საუბარი და რამაც მართლა გააოგნა საზოგადოება, არის დაუსრულებელი საუბარი დგებუაძის ლოყის ტკივილზე. და რამდენადაც საზოგადოება მიცის ობიექტური შემფასებლისა და ექსპერტიზის მიერ არ დგინდება, რომ ეს ტკივილი ასეთი მწველი, ასეთი დასამახსოვრებელი და გამყოლი იყო. ამაზეც გითხარით, ანუ სინამდვილეში შეიძლება ლოყა არც დგენია, ხო, რასაც მართლა ჩემი ღრმა რწმენით უბრალოდ კაც უნდა ცხონოდეს ასე საუბარი დაუსრულებლად. ამაზე ჩივის, ხო? დგებუაძეს არაფრის არ შერწხვება. დარწმუნებული იყავით ამ ფიზიონომიას, არაფრის არ შერწხვება. რაც შეეხება ტკივილს, ეხლა ტკივილი ჭირდებოდა სისტემას. მზიას ამაღლობელის წინააღმდეგ წაგანებული ბრალდება ხო ტკივილი და ლოყის გაწითლება მეტი არაფერი არ არის. ამ ტკივილზე დგებუაძემ რო თქვა რომ ეტკინა, ამ ტკივილს დააშენეს თავდასხმა, თორე დგებუაძეს რო ეთქვა რომ არ ეტკინა, თავდასხმას კი არა და საერთოდ ვერაფერს ვერ დააშენა, არავითარი სისხლის სამართლებრივი დევნა კი არა და ადმინისტრაციულიც არ იქნებოდა. ამიტომ არის აი ეტკინა დგებუაძეს და რო ეტკინა დასტურდება იმით რომ გაწითლდა. ეს ორი ფაქტორი მუშაობს აქ. ანუ არსებობს ნახეთ რა არის. არსებობს 44 წამიანი კადრი პროკურატურამ რაც მოიტანა, სხვათა შორის ეს კადრები წამოიღეს აჭარის ტელევიზიიდან. აჭარის ტელევიზიას ჩვენ მერე ვთხოვეთ, რომ მოეწოდებინა წინარე კადრები და შემდეგი კადრი, 44 წამი ხომ არ იყო, არა, იქ იყვნენ და იღებდნენ. მაგრამ აჭარის ტელევიზიამ თქვა, რომ დანარჩენი კადრებიო შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და ვერ მოგაწვდითო. ხო, ну ამ ტელევიზიაზე მე საერთოდაც ჩემი წარმოდგენა მაქვს და არ ვფიქრობ ტელევიზია ერთ-ერთი მოთვალთვალე ორგანოს დანამატია, მაგრამ მათ რო დონებოდათ პროკურატურას რო მოენდომებინა, ხო, ამას ხო მოიტანდა უფრო მეც, მაგრამ არაფერი არ მოიტანა. ჩვენი ადვოკატი ნახეთ ყველა ჯერზე ეუბნებოდა პროკურორ მას მოწმეს, ეკითხებოდა პოლიციის უფროს, ბათუმის პოლიციის უფროს, აჭარის პოლიციის უფროს, სხვა თანამდებობის პირებს, ვინც იყვნენ მოწმეებად ამ საქმეში, რომ შენობაში კამერა, სათვალთვალო კამერა არის? და იცით, არ ვიცით მუშაობს თუ არ. ანუ პროკურატურას არ უცდია რომ ამოიღო სათვალთვალო კამერები შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დეპარტამენტში რაც არის და შეეხედათ რომ რა ხდებოდა შიგნით. გამოძიებას ხო უნდა დაინტერესდეს ესეთი დეპარტამენტი. მეცაც გეტყვით, მზი არ არის ჯერ კიდევ დაზარალებულად ცნობილი. და რაკნეს დაკითხეს დგებუაძე და უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერეს. ანუ აბსოლუტურად ინსტიტუციები სასამართლო პროკურატურა, სასამართლო განწყობითაც ჩანს, რაც აპირებს ნინო სახელაშვილი. მე რომ მკითხოთ, ნინო სახელაშვილი მზი ამაღლობელს არ მისცა, აი ამ რაღაცა შემოსაზღვრული სივრციდან გამოსულიყო და ისე მიეცა ჩვენება, ამის საშუალება არ მისცას, ამის უფლება არ მისცა. მაშინ როცა არა, საშიშ კრიმინალებსაც კი აქვთ მიცემული მაგ დარბაზში ჩვენება, მაგ გალის მიღმა. ტრიბუნასთან რა ქვია მიკროფონთან გამოსულა და მიუციათ ჩვენება და მზი ამაღლობელს ამის უფლებაც კი არ მისცეს. ანუ ინსტიტუციები სასამართლო, პროკურატურა, საგამოძიებო, კიდე ვინ არის მან, რა ვიცი, ექსპერტიზა, ესა და ბოლოს პრემიერი პარლამენტის ყველაფერი ინსტიტუცია მუშაობს იმაზე, რომ ზიამაღლობელს მოსწოს ჩირქი, ზიამაღლობელი დაჩაგროს, ზიამაღლობელი დააკნინოს და ზიამაღლობელი გაასამართლოს უკანონოდ. არის მხოლოდ ზიამაღლობელი, ეს სახელი და გვარი უკვე ძალიან ბევრი რამის სიმბოლოა და ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, ამიტომაც ებრძვის ასე და მადლობა მზიას, რომ აი ეს შეძლო, რომ ჩვენ ასევე გქონოდა ბრძოლის გაგრძელების ჟინი. ძალიან ცოტა დრო გვაქვს ეთერში
მოდის გიხდი ამისთვის, მაგრამ შენ საუბრობდი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მინდა რომ თუ შეგვიძლია რისი გასაჯაროება შეიძლება უბრალოდ ბოლოს ვთქვათ, რამდენად გაუარესდა ჩვენი კოლეგის მდგომარეობა ციხეში. ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი ფაქტორი განაჩენის ზიას მხედველობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მას ჩაუტარეს განმეორებითი კვლევები. ახლა ხან ჯერჯერობით ისევ მიდის რაღაცა დოკუმენტაციაზე მუშაობა, როგორც ვიცი, არ მინდა სამედიცინო ტერმინოლოგია შეიძლება რაღაც შემეშალოს და რაღაც არასწორი ინფორმაცია გავავრცელო, ამიტომ რაც ადამიანურ ან ჩვეულებრივ სამოქალაქო ენაზე შემიძლია ვთქვა, არის რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს მხედველობის თვალსაზრისით. იმაზე გართულებულია ვითარება, რაც ბოლო პროცესებზე შევიტყვეთ, რომ მას აქვს ერთ თვალში ვერ ხედავს საერთოდ და მეორე თვალში მისი მხედველობა არის 10% ბოლო მონაცემი ეს იყო იცით თქვენ და ახლა კიდევ უფრო გართულებულია რამდენადაც ხვდები მე მდგომარეობა მაგრამ ჯერჯერობით პროფესიონალების შეფასება ბოლომდე დასრულებული არ არის, ამიტომ მეც ვერაფერს ვერ გეტყვი. ეთერ ჯანმრთელობა და თავისუფლება სამართლიანობა ვუსურვოთ მზიას და ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რაზეც ისაუბრეთ, მოკლედ რომ გითხრათ, რა იმე ტიპის სხვა განვითარებას თუ ელოდებით, ვიდრე გამამტყუნებელი განაჩენია. ძალიან მინდა სხვა განვითარება, ჩემს სურვილებზე თუ არის დამოკიდებული, გეტყვით რომ ძალიან მინდა სხვა განვითარება, ბევრი რესურსი არის, სამართლებრივადაც, ისე რომ რაღაცა შეძლონ მზიას გათავისუფლება, ის რომ მზიამ უნდა აღიაროს, რომ ორგანიზებულად დაესხა თავს Deep State-ის დაკვეთით უცხოეთიდან ამას ვერ გააკეთებს ალბათ, არ ვიცი. ბოდიში უკვე ჩემი ხმა ასრულებს თავის იმას, რა პრობლემები მაქვს ხმაზე. ამიტომ არ ვიცი, მოკლედ იმედია რომ მაინც იმედიანად მინდა დაემშვიდობა თქვენს მაყურებელს, იმედია რომ გონიერება გაიმარჯვებს და გაათავისუფლებენ. ძალიან დიდი მადლობა ეთერ, ძალიან დიდი მადლობა სხვათა შორის, როცა ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, ჩვენი პირველი ეთერი ამ სიტყვებით დავიწყეთ საერთოდ, თავისუფლება მზია ამაღლობელს და შემდეგ მივესალმეთ მაყურებელს. ახლა სეზონის ბოლო გადაცემაა და აი ახალ სეზონს რომ დავიწყებთ, იმედი მაქვს უკვე ვიტყვით სიტყვებს, რომ მზია თავისუფალია. ძალიან დიდი მადლობა ეთერ, მადლობა თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება მზიას რეჟიმის ძალიან ბევრი ადამიანი მოემართება ახლა თქვენკენ, ბათუმისკენ, როგორც თბილისიდან ისე სხვადასხვა ქალაქიდან ხვალ მზიას მხარდასაჭერად და გასამხნევებლად. მადლობა ეთერ.